კარგით, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. როგორც გითხარით, დაძაბული გრაფიკია დღეს და კოლეგები შემოგვიერთებიან. ჩვენ დავიწყოთ მუშაობა. დღეს გვაქვს აუდიტის ჯგუფის ხდომა. წარმოდგენილი არის სამი საკითხი. პირველი არის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2023-24 წლებში განხორციელებული საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. პერიოდი მოიცავს 23-24 წლებს, გაცემული 7 რეკომენდაცია. შემდეგი არის აებ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 22-23 წლები, გაცემულია 3 რეკომენდაცია და მესამე წითელი ნუსხით დაცული სახეობების აღდგენა შენარჩუნების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. პერიოდი მოიცავს 20-24 წლებს, გაცემულია 3 რეკომენდაცია. ტრადიციულად რომ გაგვიადვილდეს მუშაობა, მოგახსენებთ დამსწრე საზოგადოებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ქალბატონი სოფიო თვალიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე, ქალბატონი მარიამ ზაალიშვილი, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ბატონი გიორგი კეკელიშვილი, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ბატონი გიორგი კაპანაძე, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. ბატონი ლაშა ჩივიაშვილი უფროსი აუდიტორი, ბატონი ლაშა ჯანტურიშვილი წამყვანი აუდიტორი, ბატონი ბეკა მაისურაძე უფროსი აუდიტორი, ბატონი ნიკოლოს გულიკაშვილი უფროსი აუდიტორ ასისტენტი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ბატონი გიორგი შარაბიძე თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი გიორგი სანტურიანი იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ოთარ ბუსკივიძე საფინანსო დეპარტამენტის უფროსი. სპორტის სამინისტროდან ბატონი ირაკლი მეძმარიაშვილი მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი გიორგი ბოლოთაშვილი ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი და ბატონი გიორგი კალანტაძე ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი. გარემოს დაცვის სამინისტროდან ქალბატონი ნინო თანდილაშვილი მინისტრის პირველი მოადგილე და ბატონი გურამ ჩხიკვიშვილი ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. ვინც პირველად ესწრება მოგახსენებთ, რომ ჩვენ ეს სტრიმში გადის პირდაპირ ეთერში. ჩვენი მიზანი არ არის ზოგადად უწყების შესწავლა, ჩვენი მიზანი არის ის რეკომენდაციები, რომელიც აქვს გაცემული აუდიტის ორგანიზაციას, რომ ეს რეკომენდაციები განვიხილოთ და დავსახოთ გეგმები მისი შესრულების. თუ რაიმე წინააღმდეგობა არის ან ვერ სრულდება, რომ აქ გადავწყვიტოთ ეს საკითხები ყველაფერი. პირველი მოხსენებელი იქნება აუდიტის სამსახური, შემდეგ სამინისტრო თუ უწყება და დეპუტატებს ექნებათ საშუალება კითხვა-დასვათ მაშინ, როცა ჩათვლიან საჭიროდ. ეს მოკლედ რომ ვთქვათ, ეხლა გადავიდეთ თუ რაიმე შენიშვნა წინადადება არ არის, გადავიდეთ განხილვაზე. ქალბატონო სოფიო, მოგესალმებით, ვიწყებთ ცესკოს შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის განხილვით, პრეზენტაციას წარმოგიდგენთ გიორგი კეკელიშვილი. მადლობა. მადლობა. მოგესალმებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის პერიოდს წარმოადგენდა 2023-24 წლებში განხორციელებული საფინანსო ეკონომიკური საქმიანობა. ზოგად ინფორმაციასაც შეეხება ცესკოს 2023 წლის მიერ გაწეული ხარჯები იყო 60 მილიონი ლარამდე, ხოლო 2024 წელს 113 მილიონი. განსხვავებულია ციფრი, რადგან 2024 წელი იყო საარჩევნო წელი. გადავიდეთ უშუალოდ მიგნებებზე. პირველი მიგნება ეხება სამუშაო დროის აღრიცხვას და ხელფასის განგარიშების ნაკლოვანებებს. ცესკოში აპარატის თანამშრომლობისა და შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე ხელფასის დარიცხვისას არ გამოიყენებოდა პირველადი დოკუმენტი, ტაბელი ან ტურნიკეტის მონაცემები. ბაზრის კვლევის ნაკლოვანება ცესკოს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგები სათანადოდ არ იყო დადოკუმენტირებული. შესაბამისად, ვერ ირკვეოდა რა სახის ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა ბაზრის კვლევის საგანს, რა მეთოდი და რამდენად სრულყოფილად განხორციელდა ცესკოს მიერ მიწოდების ბაზრის კვლევები. აღნიშნულ მიგნებებზე გავეცით შემდეგი რეკომენდაციები. პირველი რეკომენდაცია სამუშაო დროის სათანადოდ აღრიცხვისა და შესაბამისად ხელფასების სრულყოფილად გაანგარიშების მიზნით ცესკოს ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს სამუშაო დროის გამოყენების და ხელფასის გაანგარიშების აღრიცხვის ტაბელის მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარმოება და ხელფასების დარიცხვის მიზნით ყოველთვიურად ბუღალტერიაში მიწოდება.
აღნიშნული რეკომენდაცია შესრულებულია. ნომერი 2 რეკომენდაცია საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვანია ცესკომ შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციების შესაბამისად მოახდინოს ბაზრის კვლევის შედეგების დოკუმენტირება. დანერგოს ბაზრის კვლევის ისეთი მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფს შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ბაზარზე არსებული პოტენციური მიმწოდებლების განსაზღვრას, საკმარისი ინფორმაციის მიღება სატენდერო წინადადებების შემუშავებისა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულების გაანგარიშების. ნომერი 3 რეკომენდაცია საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად გამოყენების მიზნით ცესკომ ქვეყნის მივლინებისას საცხოვრებელი ფართეობის დაქირავების ხარჯები აანაზღაუროს არაუმეტეს საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულების გათვალისწინებით. ამ მიზნით ჩაატაროს ადგილობრივი ბაზრის სრულყოფილი და სათანადო კვლევა. ნომერი 4 აღნიშნულ რეკომენდაციასაც შესრულებული სტატუსი აქვს. ნომერი 4 რეკომენდაცია აქტივებისა და ვალდებულებების სრულად და ზუსტად აღრიცხვის მიზნით ცესკომ უზრუნველყოს უძრავი ქონების აქტივების და ვალდებულებების კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო ინვენტარიზაციების ჩატარება. აღნიშნულ რეკომენდაციას აქვს მიმდინარე სტატუსი. მადლობთ. მეორე რეკომენდაციაზე ვერ გავი. პირველი და მესამე შესრულებულია და პირველი, მეორე, მესამე შესრულებულია. მეოთხეს აქვს ანუ ყველა რეკომენდაცია 7-დან 6 შესრულებულია, მხოლოდ მეოთხეს აქვს მიმდინარე სტატუსი. ძალიან კარგი. ბატონო გიორგი შერაბიძე მაქვს ხედულობაში. კარგია რომ 4-დან 3-ია შესრულებული, ნაკლები მოგვიწევს განხილვა, მაგრამ აი მეოთხე რეკომენდაციაზე რას გეტყვით და ზოგადად თუ რამე გაქვთ სათქმელი ბრძანეთ. ან თქვენ ან გნებავთ სხვაო. კი ბატონო, გადავალ ჩვენს აპარატის უფროსთან სიტყვით თქვენის ნება უბრალოდ მოგესალმებით და დიდ მადლობას მოვუხდი აუდიტის სამსახურს. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა და მართლაც სკრუპულოზურად მიუყვებით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც გამოვლინდა აუდიტის დროს. მიმდინარე სტატუსს რაც შეეხება, დაწყებული ამაზე მუშაობა და ვინაიდან ინვენტარიზაცია მოგეხსენებათ ცოტა გრძელვადიან პერიოდს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომ ეს მიმდინარე სამუშაოა და შესაბამის ვადაში ესეც ჩაიხურება, ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ კომიტეტსაც და აუდიტის სამსახურსაც. გიორგის ვთხოვ თუ რამე დასამატებელი. მადლობთ. თქვენი სამსახური ხო იცით განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის და ძალიან კარგია რომ ასე სრულდება. გიორგი ხო? გთხოვთ ბატონო გიორგი მეოთხე რეკომენდაციაზე მოკლედ მოგვახსენოთ. დიახ, მოგესალმებით. როგორც ბრძანა ბატონმა გიორგიმ, ერთადერთი რეკომენდაცია, რომელსაც მიმდინარე სტატუსი აქვს, ეს არის ინვენტარიზაციის განხორციელება. ინვენტარიზაციის შესაბამისი კომისია შექმნილია, როგორც იცით, საარჩევნო ადმინისტრაცია არის სამდონიანი, ამ ეტაპისთვის არასაარჩევნო პერიოდში საოლქო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებენ და რა თქმა უნდა ცენტრალური საარჩევნო კომისია შესაბამისად ინვენტარიზაციის პროცესის გულისხმობს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შემოწმებას. ეს პროცესი მიმდინარეობს და შუალედური შედეგი უკვე წარმოდგენილი იყო შესაბამისი სისტემის საშუალებით და შუალედურ შედეგს მიენიჭა შესრულებული სტატუსი. რა თქმა უნდა, წლის ბოლომდე დასრულდება ინვენტარიზაციის პროცესი და ისიც აისახება შესაბამის ანგარიშგებაში და ასევე სისტემაში. დიდი მადლობა. მადლობთ, შეკითხვა ხომ არ არის? კი, აუცილებლად. ხო. მოგესალმებით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ აუდიტის სამსახურის მიერ გამოკვეთილი მიგნებებიდან თითქმის შესრულებულია და მიმდინარე არის მარტო ერთი საკითხი. უბრალოდ დაზუსტება მინდა რომ ეს არის 2023-24 წლის ანგარიში და ამიტომ ორი არჩევნები გამოიარეს სხვადასხვა სპეციფიკის და შეიძლება ინვენტარიზაცია ეს ვადაში რო გაიწელა ამის ბრალია ერთგვარად. დიახ, მადლობა კითხვისთვის. როგორც მოგეხსენებათ 2024 და 2025 წლები იყო ერთის მხრივ საპარლამენტო არჩევნების და მუნიციპალური არჩევნების წლები. აქედან გამომდინარე ინვენტარიზაცია ტარდებოდა, თუმცა არა ასე ვთქვათ სრული მოცულობით, შერჩევითი ინვენტარიზაცია მიმდინარეობდა, სხვადასხვა მაგალითად არამატერიალური აქტივების აღრიცხვა განხორციელდა ინვენტარიზაცია, თუმცა ამ შემთხვევაში მატერიალური აქტივებისა და სხვა ტიპის სრული ასე ვთქვათ ინვენტარიზაცია სამწუხაროდ ვერ განხორციელდა და შესაბამისად სრულად განხორციელდება და მიმდინარეობს მიმდინარე წელს და საბოლოოდ აისახება ჩვენს ანგარიშგებაში. ისე რომ დავაზუსტოთ, როდის დასრულდება? წლის ბოლოს უნდა დავასრულოთ ისე რომ წლის ბოლოს საბოლოო ჯამში გქონდეს საბოლოო შედეგები.
კი ბატონო, ეს ინვენტარიზაციის პრობლემა პრაქტიკულად ყველგან არის, იშვიათად გამონაკლისით არა და რაზეა საერთოდ საუბარი, თუ ინვენტარიზაცია რა გაკეთებული და არ იცი რა გაგაჩნია და რა არ ვიცი წარმოუდგენელია და ძალიან გთხოვთ რომ მიაქციოთ ყურადღება. გავაგრძელოთ. მადლობა. შემდეგი საკითხი ეხება შიდა კონტროლის სისტემას. საბიუჯეტო დაწესებულებაში შიდა აუდიტის სუბიექტი, როგორც წესი, ანგარიშვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელობის წინაშე. CESCO-ში შიდა აუდიტის სუბიექტია შიდა აუდიტისა და მანდატურის განყოფილება, რომელიც შედის CESCO-ს იურიდიულ დეპარტამენტში. CESCO-ში შიდა აუდიტის სუბიექტი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად დაწესებულების სხვა სუბიექტისაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს და ანგარიშვალდებულება უნდა გააჩნდეს მხოლოდ CESCO-s ხელმძღვანელის წინაშე. სამორიგეო ავტომანქანების გამოყოფასთან დაკავშირებითაა შემდეგი მიგნება. CESCO-ში სამორიგეო ავტომობილების თანამშრომელზე გამოყოფის პროცესი არ არის დოკუმენტურად დადასტურებული, რაც შეუსაბამოა შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ საქართველოს კანონთან. კერძოდ არ არის უზრუნველყოფილი დაწესებულების მიერ განხორციელებული ოპერაციის სრულად, ზუსტად, დროულად და რეგულარულად აღრიცხვა. შემდეგი საკითხი ეხება საწვავის ხარჯის ლიმიტებს. CESCO-მ საწვავის კონკრეტული ლიმიტების განსაზღვრის დოკუმენტური დასაბუთება ვერ წარმოადგინა. უმეტეს შემთხვევებში ყოველთვიური საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნად დაბალია განსაზღვრულ ლიმიტებთან მიმართებით. ასევე არ ხდება გაწეული საწვავის ხარჯების გაანალიზება და შესაბამისად ლიმიტების კორექტირება, რაც შესაძლოა წარმოშობდეს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას. CESCO-ში დადგენილი საწვავის ლიმიტების განსაზღვრის კრიტერიუმები და ოდენობა დოკუმენტურად არ იყო განსაზღვრული. აღნიშნულ მიგნებებზე გავეცით შესაბამისი რეკომენდაციები, ნომერი მე-5 რეკომენდაცია. შიდა აუდიტის სუბიექტის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად CESCO-მ შიდა აუდიტის სუბიექტის სტატუსი მოიყვანოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. შესრულებული აღნიშნული რეკომენდაცია. ნომერი მე-6 რეკომენდაცია სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი საჭიროებით გამოყენების პროცესის სრულყოფილი კონტროლის მიზნით CESCO-s ხელმძღვანელობამ შეიმუშაოს სამორიგეო ავტომობილების მოთხოვნის გამოყოფის და დოკუმენტირების წესი. აღნიშნულიც შესრულებულია და ბოლო რეკომენდაცია ნომერი 7 გამოყოფილი საწვავის ეკონომიურად და პროდუქტიულად გამოყენების მიზნით CESCO-s ხელმძღვანელობამ შეიმუშაოს საწვავის ხარჯის ლიმიტების შესაბამისი გაანგარიშების წესი იმგვარად, რომ ლიმიტების გაანგარიშება დოკუმენტურად იყოს განსაზღვრული და დადასტურებული. აღნიშნულ რეკომენდაციასაც შესრულებული სტატუსი აქვს. მადლობა. მადლობა, ძალიან კარგი რომ შესრულებულია ბოლო ორი აუდიტის ჯგუფი ძალიან ძიმე ჰქონდა შესრულებებით კი პროკურატურაში იყო გადაცემული. მიხარია ხოლმე რომ ასეთი რამე არის. ბატონო გიორგი, თუ დაამატებთ ამ საკითხს? არაფერი. კარგით. თუ შეკითხვები არ არის, რეგლი, მაშინ ეს საკითხი ამოწურულია, ჩვენ გამოგიგზავნით წერილებს პრაქტიკულად ერთ საკითხზე და რაც ბრძანეთ დაგვიდასტურეთ და ძალიან კარგი. კი ბატონო, გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. აიფ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. პერიოდი მოიცავს, როგორც გითხარით, 23 წელს, გაცემულია 3 რეკომენდაცია. პრეზენტაციას წარმოგიდგენთ მარიამ ზაალიშვილი. გთხოვთ მარიამ. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ აუდიტის შედეგებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის 2022-23 წლების საქმიანობის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან. მოგეხსენებათ, ფონდი ახორციელებს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროგრამებს და მართავს აღნიშნულთან დაკავშირებულ საბიუჯეტო რესურსს, რომლის ძირითადი ნაწილი მიმართულია საფეხბურთო კლუბების დაფინანსებისა და სხვადასხვა საფეხბურთო პროექტის მხარდაჭერისკენ. აუდიტის ფარგლებში შეფასდა როგორც შესყიდვების, ისე საფეხბურთო კლუბების დაფინანსების ფარგლებში არსებული მონიტორინგის პროცესები. შედეგად გამოვლინდა რიგი საკითხები, რომლებიც ძირითადად უკავშირდება კონტროლის მექანიზმების გაძლიერების საჭიროებას, პროცესების მეტად ფორმალიზებასა და საბიუჯეტო რესურსების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობებს. პირველი საკითხი შეეხება შესყიდვების პროცესს, კერძოდ განხილული გვაქვს VAR სისტემის შესყიდვა. მოგეხსენებათ, შესყიდვების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბაზრის კვლევის ხარისხს, ვინაიდან სწორედ ამ ეტაპზე იქმნება საფუძველი კონკურენტული ფასის განსაზღვრისთვის. აუდიტით გამოვლინდა, რომ VAR სისტემების შესყიდვის მიზნით ერთ შესყიდვაში გაერთიანებული იყო
სხვადასხვა დანიშნულების საქონელი და მომსახურება, მათ შორის ვარ სისტემა, ავტომობილები, ვიდეო რეფერის მომსახურება და მატჩების ტრანსლირება. აღნიშნულმა გარემოებამ გაართულა შეზღუდვის თითოეული კომპონენტის საბაზრო ფასის სათანადო შეფასება და შედეგად ხელშეკრულება გაფორმდა საბაზრო პირობებთან შედარებით უფრო მაღალ ფასად. ამასთანავე ხელშეკრულების ადმინისტრირების ეტაპზე არსებული კონტროლის მექანიზმები საკმარისად ვერ უზრუნველყოფდა გაუთვალისწინებელი ხარჯების სათანადო დასაბუთებას. შემდეგი საკითხი ასევე უკავშირდება ვარ სისტემით მომსახურების ხარჯებს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს როგორც წინასწარ შეთანხმებულ პირობებს, ისევე საბაზრო ბაზრის კვლევის შედეგებს, რაც უზრუნველყოფს რესურსების რაციონალურ გამოყენებას. აუდიტით გამოვლინდა, რომ ვიდეო რეფერის ვარ სისტემით მომსახურების შესყიდვისას სრულად არ იქნა გათვალისწინებული მიმწოდებელთან არსებული შეთანხმებები და ბაზრის კვლევის შედეგები. შედეგად მომსახურებისთვის გადახდილმა თანხამ შეთანხმებული პირობებით განსაზღვრულ ღირებულებას გადააჭარბა და ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 285,000 ლარი. ცალკე მიმართულებად შეფასდა საფეხბურთო კლუბების დაფინანსების პროცესი, მოგეხსენებათ ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კლუბების ფინანსური მხარდაჭერაა. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსების მიღება და გამოყენება თანმიმდევრულად იყოს დაკავშირებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებასთან. აუდიტით გამოვლინდა, რომ 2022-23 წლებში რამდენიმე კლუბმა სრულად ვერ შეასრულა ფონდთან ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებები, შედეგად წარმოიშვა 610,000 ლარზე მეტი დებიტორული დავალიანება, მათ შორის 266,000 ლარი დაახლოებით თანხა დაკავშირებული იყო არამიზნობრივ ხარჯვასთან და აქვე დავაზუსტებთ არამიზნობრივ ხარჯვაში ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯვას. ამასთან აუდიტის პერიოდში ფონდს სრულად არ ჰქონდა გამოყენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეაგირების მექანიზმები აღნიშნული შემთხვევების სამართავად და თანხების უკან დასაბრუნებლად. ხოლო ბოლო საკითხი უკავშირდება ანგარიშგებისა და მონიტორინგის სისტემებს. ეფექტიანი კონტროლის მნიშვნელოვანი ელემენტია ბენეფიციარების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დროული მიღება და მისი სათანადო აღრიცხვა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ საფეხბურთო კლუბებს. აუდიტით გამოვლინდა, რომ კლუბები ვალდებულნი იყვნენ ყოველთვიურად წარედგინათ ფინანსური ანგარიშგება, თუმცა არსებული აღრიცხვის და კონტროლის მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა ანგარიშგების წარდგენის ვადების სრულყოფილ დასასტურებას, შესაბამისად გამოიკვეთა მონიტორინგის პროცესის შემდგომი გაუმჯობესების საჭიროება. აღნიშნული საკითხების აღმოსაფხვრელად გაცემულია 3 რეკომენდაცია, რომლის შესრულების პროცესი ამჟამად მიმდინარეობს, ხოლო გარკვეული რეკომენდაციები უკვე შესრულდა. წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს. პირველი რეკომენდაცია გაცემული გვაქვს ფონდის მისამართით, საბაზრო პირობებისადმი ადეკვატური საკონტრაქტო ფასის განსაზღვრის და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით ბაზრის კვლევის ეტაპზე მიმწოდeblis სპეციალიზების სფეროს შესწავლის საფუძველზე ფასთა გამოკითხვა განხორციელდეს ფუნქციურად ერთგვაროვანი საქონლის მიხედვით, დაინერგოს კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს როგორც პირობებზე შეთანხმების, ასევე ხელშეკრულების ადმინისტრირების პროცესში შეუსაბამო ხარჯების ანაზღაურების პრევენციას. აღნიშნული რეკომენდაცია მიმდინარეა ფონდს წარმოდგენილი აქვს ჩვენს არის სისტემაში სამოქმედო გეგმა. რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საკონტრაქტო ფასის ბაზრის კვლევის შედეგების და შეთანხმებული პირობის შესაბამისად განსაზღვრას. ამასთანავე ფონდმა განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები ზედმეტად გადახდილი თანხის ბიუჯეტში დასაბრუნებლად ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით აღნიშნული რეკომენდაცია შესრულებული აქვს ფონდს. ხოლო მესამე და ბოლო რეკომენდაცია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ხელშესაწყობად შეფასდეს კლუბების მხრიდან საკონტრაქტო პირობების შეუსრულებლობის რისკები და დაინერგოს მათზე საპასუხო კონტროლის მექანიზმები, გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს არამიზნობრივად გახარჯული თანხების უკან დაბრუნებას. აღნიშნული რეკომენდაციაც მიმდინარეა, წარმოდგენილია სამოქმედო გეგმა და გარკვეული ნაბიჯები გადათქმულია. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობთ. ბატონო ირაკლი, ვინ იქნება მოხსენებული? ბატონი გიორგი გააკეთებს მოხსენებას. გისმენთ ბატონო გიორგი. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა აუდიტის სამსახურს აღნიშნული რეკომენდაციის გაცემისთვის და ჩვენი მხრივ ყველანაირად ვცდილობთ, რომ აღნიშნული რეკომენდაციები შევასრულოთ. რაც შეეხება პირველ რეკომენდაციას,
ფონდმა აღნიშნული რეკომენდაცია მიიღო ცნობის სახით და ამიერიდან იმოქმედებს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის 78 ბრძანებით განსაზღვრული წესის მიხედვით. რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, აღნიშნული მოგახსენეს, რომ შესრულებულია უკვე და ბიუჯეტში დაბრუნებულია თანხა. მესამე რეკომენდაციის, რაც შეეხება 6 კლუბთან იყო გვაქვს დავა სასამართლო წესით და შეტანილი გვაქვს 6-ვესთან სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში. მადლობთ. მოგესალმებით, ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობით არის აღნიშნული ფონდი დაკავებული, რომ არა ის ფონდი ალბათ ძალიან ბევრ გუნდს ელემენტარული არსებობაც კი გაუჭირდებოდა. მე მაინტერესებს ერთი დეტალი, კლუბების მხრიდან იყო ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ლაპარაკი. კონკრეტულად რა ვალდებულებები არ შეასრულეს და ეს შემდგომში აისახა თუ არა შემდგომ თანამშრომლობაზე ამ კლუბებთან. კი ბატონო, ეხლა ერთი წუთით მე მგონი აუდიტს კითხეთ თუ ბატონ გიორგის. კი ბატონო. მოდი ასე ვქნათ, ჯერ თქვენ ბრძანეთ და შემდეგ ბატონი გიორგი ბრძანოს. კი ბატონო, ჩვენს ანგარიში განხილული გვაქვს 2022-23 წლების მონიტორინგის პროცესი კლუბების დაფინანსებასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, კლუბებს ეძლებათ გარკვეული დაფინანსება, მაგალითად საბაზისო, პრემიალური და საპრიზო, კონკრეტული მიზნისთვის და სწორედ მათ აქვთ ვალდებულება დათქმულ ვადებში წარმოადგინონ ამ ხარჯვის მიზნობრიობა. იმ მიზნით არის თუ არა დახარჯული თანხები, რაც თავდაპირველად იყო განსაზღვრული, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდა გაცემული რეკომენდაცია, რომ ფონდსაც ბოლო რეკომენდაცია, რაც გვაქვს გაცემული და დაწყებული აქვს, როგორც თქვეს, სასამართლო დავები, გარკვეული ხარჯები არ არის დადასტურებული კლუბების მხრიდან, ასევე იყო ანგარიშგების წარმოქმნის ვადების გადაცილება. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაც ანგარიში გვაქვს ამ თემასთან დაკავშირებით განხილული. მადლობა. ბატონო გიორგი გითხოთ. კი ბატონო, ნამდვილად ესე არის და მოგახსენებთ, რომ ჩვენ ყოველთვიურად ვიღებთ ინფორმაციას კლუბებისგან მათი ჩვენს მიერ მიცემული თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით, როგორც ეს აღნიშნული კლუბები იყო ყველა პრობლემატიური, ესე აღმოჩნდა, რომ ზოგი ორი კლუბი, როგორც მახსოვს, შუა სეზონიდან მოიხსნა ჩემპიონატიდან გარიგებულ თამაშებზე და ამის გამო მერე ვალდებულად თავი აღარ ჩათვალეს, რომ სრულად წარმოედგინათ ანგარიში, ანუ ჩვენ არა გვაქვს სრული ინფორმაცია მათი ფინანსური ანგარიშის შესახებ, ასევე არის უმნიშვნელო სკოლები, საფეხბურთო სკოლები, რომლებმაც სრულად ვერ წარმოადგენს გახარჯული თანხის შესახებ აუდიტის დასკვნები და შესაბამისად ფონდმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული თანხის მიზნობრიობის თვის ჩათვლისთვის. შესაბამისად ამ ყველა კლუბთან ჩვენ გქონდა გაგზავნილი შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტები დავალიანების აღიარების თაობაზე, ზოგს აღიარებული აქვს, ზოგს არა და ერთადერთი ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ საქალაქო სასამართლოში აღარ ქონდა შემდეგ გაგრძელებული თანხის ამოღებასთან დაკავშირებით საქმე, რომელიც ამ ეტაპისთვის ყველა კლუბთან შევასრულეთ უკვე. ხომ არა გქონდათ. შეიძლება არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ საბუთი თუ არა გვაქვს წარმოუდგენელი არა იმაზე საუბარი და აუცილებლად ერთი კლუბი უკაცრავად უკვე შეგვითანხმდა და ფაქტიურად სასამართლოს გადაწყვეტილება თუ რა თანხას აღიარებს ბიუჯეტს სასარგებლოდ მოსაბრუნებლად. კარგით, მადლობა. მე ვაქციოთ ყურადღება, თუ სხვა შეკითხვები არ არის, კოლეგებიც ამობრძანდებიან ალბათ ეხლა და კარგი, მაშინ დასრულებული არის. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და თანამშრომლობისთვის. შემდეგი საკითხი. წითელი ნუსხით დაცული სახეობის აღდგენა შინარჩუნების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. პერიოდი მოიცავს, როგორც თქვით, 20-24 წლებს, გაცემულია 3 რეკომენდაცია. სოფია ვინ იქნება? პრეზენტაციას წარმოგიდგენთ გიორგი კაპანაძე. თხოვთ ბატონო გიორგი. იქიდან გამომდინარე, რომ გამარჯობათ, ესე იგი წარმოვადგენთ ეფექტიანობის ანგარიშს წითელი ნუსხით დაცული სახეობების შესახებ.
ვეცდები რომ მოკლედ ჩავეტიო ესე ვთქვათ ჭიდრო გრაფიკში, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ეფექტიანობის აუდიტია, მაინც ვეცდები რომ პატარა კონტექსტით შემოგთავაზოთ სანამ პირდაპირ მიგნებებზე გადავალთ. ესე იგი, რატო ჩავატარეთ როგორც წესი ამას ვამბობთ ხოლმე ორი სიტყვით, ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციას შეუერთდა საქართველოს უკვე კარგახანია და ამის კვალდაკვალ დავამტკიცეთ 2014-20 წლების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც საკმაოდ მასშტაბური და ამბიციური იყო ჩვენი ქვეყნისთვის. და მნიშვნელოვანიც. ტრადიციულად აქ გამოწვევები არის 2014 წლის მონაცემების მიხედვით წითელ ნუსხაში, რომელიც როგორც მოგეხსენებათ არის სია, სადაც გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი ცხოველების და ფრინველების და ფლორის და ფაუნის უფრო სწორად რო ვთქვათ ნუსხა არის. აქ საკმაოდ ბევრი ერთეული არის მოხვედრილი, მაგალითად 53 ცხოველთა და მცენარეთა 20 სახეობას აქვს მინიჭებული სტატუსი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ან გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი და ასევე იყო ინდიკატორები, რომ განსაზღვრული მიზნები, რომლებიც ამ სტრატეგიაში იყო ასახული, ვერ იყო შესრულებული. ეს იყო ერთ-ერთი мотиваცია, რატომაც ჩავატარეთ ეს აუდიტი. ანუ როგორც აღნიშნეთ, 2020-24 წლები იყო აუდიტის პერიოდი, იყო სამი ობიექტი ყავდა. პირველი, რა თქმა უნდა, იყო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, იგივე აპა და ველური ბუნების ეროვნული სააგენტო. და ჩვენი მიზანი იყო შეგვეფასებინა საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობების მდგომარეობის გაუმჯობესების მართვისა და აღდგენა გამრავლების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებდა. ესე იგი, შემდეგ სლაიდზე ძირითადი საკითხები რაც არის, რომ დაგეგმვაში, ესე იგი, წითელი ნუსხის განახლება ჰქონდა მიზანი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, რომ პირველ რიგში უნდა განგვეახლებინა ეს ნუსხა, რომელიც ისტორიულად მოყვება და უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ განახლებულა საფუძვლიანად და ასევე სხვადასხვა სახეობის აღდგენის გამრავლების ღონისძიებები იყო სტრატეგიაში მოცემული და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და ინფორმაციის შეგროვების სისტემის დანერგვა. იმიტომ რომ საქართველოში მოგეხსენებათ ბევრი უწყება აგროვებს ამ ინფორმაციას და რომ ყოფილიყო ერთიანი და ხარისხიანი მონაცემთა ბაზა ამ ჩვენი ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის შესახებ. ეს იყო ამ სტრატეგიის ძირითადი მიზანი. ესე იგი, თვითონ წითელი ნუსხის განახლების პროცესს რაც შეეხება, არის შემდეგნაირი. სამინისტრო, როდესაც ჩათვლის საჭირო და მიზანშეწონილად, მთავრობას წარუდგენს ინიციატივას, რომ მთავრობამ შემდეგ მიმართოს მეცნიერებათა აკადემიას, რომ დაიწყონ სამუშაო ამ ბიომრავალფეროვნების ნუსხის განახლებასთან დაკავშირებით. მეცნიერებათა ამზადებს წითელი ნუსხის პროექტს და უგზავნის სამინისტროს და შემდეგ სამინისტრო განიხილავს ამ ანგარიშს, ასე ვთქვათ, პროექტს წითელი ნუსხის და შესაბამისად თუ კმაყოფილი არის, რა თქმა უნდა, ამას იღებს, ამტკიცებენ, თუ არა, შემდეგ აგზავნის დასაბუთებული კომენტარებით ისევ მეცნიერებათა აკადემიასთან და შემდეგ საბოლოოდ მთავრობა ამას ამტკიცებს. მიზანშეწონილი არის საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, რომ სულ მცირე 10 წელში ერთხელ მაინც უნდა განახლდეს ნუსხა, რომ ასე თუ ისე განახლებული მონაცემები იყოს ქვეყანაში. ეხლა რაც შეეხება მიგნებებს და რეკომენდაციებს, როგორც უკვე აღნიშნეთ, 3 მიგნება ჰქონდა ძირითადი და 3 რეკომენდაცია შესაბამისად. პირველი მიგნება ეხებოდა თვითონ ამ წითელი ნუსხის განახლების პროცესს. წითელი ნუსხის განახლების მოქმედი წესი და პრაქტიკა სრულად არ შეესაბამება საერთაშორისო კრიტერიუმებს და კარგი პრაქტიკის პრინციპებს. ჩვენი არსებული პროცესის ძირითადი ნაწილი ორგანიზებულია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ, ხოლო სამინისტროს როლი მხოლოდ კოორდინაციით და ფორმალური პროცედურების მომზადებით შემოიფარგლება. და აღნიშნულის გათვალისწინებით სამინისტროს როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის ეროვნულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელ უწყებას წამყვანი მმართველობითი როლი ამ სიის განახლების პროცესში არ აქვს. მეცნიერებათა აკადემიას და სამინისტროს შორის არ არსებობდა ასევე ფორმალურად დამტკიცებული თანამშრომლობის მექანიზმი ამ პროცესის წარმართვის წესი, რომელიც განსაზღვრავდა სიის განახლების ეტაპებს, შეფასების კრიტერიუმებს და მონაცემთა გადამოწმების პროცედურებს. ეს არის პირველი მიგნება. მეორე მიგნება ეხებოდა თვითონ ამ სიის განახლების ამბიციას, ესე ვთქვათ. ცოტა ცუდად ჩანს სლაიდზე, მაგრამ 4 მიდგომა არის ზოგადად უკეთესი პრაქტიკის მიხედვით
განსაზღვრული. პირველი არის რომ მხოლოდ დოკუმენტური მიმოხილვის საფუძველზე განახლდეს ნუსხა, მეორე არის რომ დოკუმენტურს დაემატოს ენდემური სახეობები, მესამე ცოტა უფრო კიდევ კომპლექსურია და მეოთხე ვარიანტი არის ყოვლისმომცველი შეფასება. ახლა რა თქმა უნდა ეს 4 შეფასებიდან რომელ მოდელს აირჩევს ქვეყანა მის სამეცნიერო ტექნიკურ რესურსზე, ფინანსებზეაც არის დამოკიდებული და რისი გაკეთების მიზანშეწონილობაც არის იმ მომენტისთვის. რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთესი არის მეოთხე ვარიანტი, რამდენადაც ყველაზე უფრო დეტალური ინფორმაციას ის იძლევა, თუმცა ასევე ყველაზე ძვირი და ყველაზე მეტი ცოდნა და სამეცნიერო პოტენციალიც ასევე ამ მონაცემს სჭირდება. ამიტომ სამინისტრომ უპრიანია ნებისმიერ ქვეყანაში თავის საჭიროებებიდან გამომდინარე რა რესურსიც აქვს იმ მომენტისთვის იმ მიდგომაზე გააკეთოს აქცენტი. ჩვენთან ასეთი მიდგომა არც ერთი ამ 4-დან ან რამე ჰიბრიდი ამათ შორის არც ერთი მიდგომა არჩეული არ არის. ძირითადად რაც ჩვენ ვნახეთ არის სამინისტრო უпростоრად მეცნიერებათა აკადემია ძირითადად სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვით არის შემოიფარგლება ხოლმე ამ სიის განახლების პროცესში და თქვენს თუ ნახავთ მაგალითად ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველი ნუსხა 2006-ში დამტკიცდა ძირითადად უფრო ფორმალური განახლებები არის და ნუსხის შინაარსი მაინც და მაინც არ იცვლება, იმიტომ რომ თვითონ კვლევების რაოდენობა და ხარისხი საკმაოდ დაბალი არის, რომელიც ამ მიმართულებით ტარდება. შესაბამისად, მხოლოდ ლიტერატურული მიმოხილვების საფუძველზე ნახდება ეს ნუსხა, რაც რა თქმა უნდა არ არის მიზანშეწონილი და იდეალური ვარიანტი. და მესამე მონაცემთა შეგროვება არის საქართველოში არსებული პრაქტიკით ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი არ არის განსაზღვრული ერთიანი სისტემით. სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მონაცემებს აგროვებენ განსხვავებული მეთოდებით და არ არსებობს კოორდინირებული ქვეყნის მასშტაბით ერთიანი მონიტორინგის მინიმალური სტანდარტი. შედეგად პროცესი ფრაგმენტულია და არ ქმნის მონაცემთა ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობას. ანუ აქ ეს მიგნება იმას ეხება, რომ ცალკე განსაზღვრული უნივერსიტეტებიც დაცული ტერიტორიების სააგენტო თავის ტერიტორიაზე ამ ფოტოხაფანგების და რეინჯერების მეშვეობით გარკვეულ ინფორმაციას აგროვებენ, ასევე ტარდება გარკვეული მონიტორინგიც სამინისტროს მხრიდან, თუმცა ეს შეგროვებული ინფორმაცია არ მოწმდება ხარისხის თვალსაზრისით, ანუ რამდენად აკმაყოფილებს იმ მინიმალურ სტანდარტს, რომ შემდეგ ეს ინფორმაცია გამოყენებული იყოს იგივე წითელი ნუსხის განახლების მიზნებისთვის. და ეს ნაკლოვანება არის ამ მესამე მიგნებაში გამოკვეთილი. შესაბამისად, ახლა რაც ვისაუბრეთ, 3 რეკომენდაცია გავეცით თითოეულ მიგნებასთან დაკავშირებით. პირველ მიგნებასთან დაკავშირებით არის რეკომენდაცია ასეთი, რომ უკეთეს საერთაშორისო პრაქტიკასთან თანხვედრის უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრომ განიხილოს წითელი ნუსხის განახლების მოქმედი წესის მოდიფიცირების შესაძლებლობები. კერძოდ, წითელი ნუსხის განახლების პროცესში სამინისტრომ შეასრულოს წამყვანი ფუნქცია, ხოლო თავად პროცესი წარმართოს ამგვარი პროექტებისთვის აუცილებელი წინაპირობების უზრუნველყოფით, რომელიც მოიცავს მათ შორის პროექტის ბიუჯეტის განსაზღვრას, პროცესში ჩართული მხარეთა უფლება-მოვალეობების ფორმალიზაციას, მონაცემთა ხარისხის კონტროლს და სხვა აუცილებელ პროცედურებს. მეორე რეკომენდაცია ეხება წითელი ნუსხის განახლების პროცესში სამინისტრომ არსებული ხელმისაწვდომი ფინანსური და სამეცნიერო ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით შეარჩიოს წითელი ნუსხის განახლების 4 მიიღებული კონცეპტუალური მიდგომიდან მისთვის პრაქტიკული მიდგომა, რაც ხელს შეუწყობს რესურსების პროდუქტიულად გამოყენების მიზნით ამოცანების პრიორიტეტიზაციას. და რეკომენდაცია ნომერი 3 არის სამინისტრომ და დაცული ტერიტორიების სააგენტომ ერთობლივად შეიმუშაონ ინფორმაციის შეგროვების სისტემური მიდგომა ან მოდელი, რომელიც უპასუხებს ბიომრავალფეროვნების შესახებ შეგროვებული ინფორმაციისთვის უკეთესი პრაქტიკით დადგენილ საბაზისო მინიმალურ მოთხოვნებს და შეასრულებს მნიშვნელოვანი კომპონენტის ფუნქციას წითელი ნუსხის შემდგომი განახლების მიზნებისთვის. ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით პირველ რიგში ის უნდა ვთქვა, რომ ეს აუდიტი ამ წელს დამტკიცდა, მიმდინარე წელს დამტკიცდა, შესაბამისად ჯერჯერობით რეკომენდაციების შესრულებაზე არ არის საუბარი წინა კოლეგების განსხვავებით, თუმცა სამინისტროს უკვე წარმოდგენილი აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც
უახლოეს მომავალში ალბათ ერთ კვირაში დარეგისტრირდება უკვე ჩვენ ელექტრონულ სისტემაში და ჩვენ გავიარეთ გასულ კვირას გავიარეთ სამოქმედო გეგმა თვითონ კოლეგებთან, სამინისტროს და აპას წარმომადგენლებთან და საკმაოდ კარგი ხარისხის არის მიღებული გეგმა. არსებითი უთანხმოება რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ამ რეკომენდაციების მიმღებლობის ნაწილში ობიექტებისგან არ აქვს. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობთ. მოგზავნეთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო ნინო. ვინ იქნება ამ საკითხზე მოხსენებელი? თქვენ მადლობა, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აი ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი არის წარმოდგენილი აუდიტის ანგარიში და მასში მოცემული შესაბამისი რეკომენდაციები. როგორც იქნა აღნიშნული აუდიტის პერიოდი მოიცავდა 2020-2024 წლებს და ცხადია თემა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი კლიმატური ცვლილებების პირობებში ბიომრავალფეროვნების კარგვა საკმაოდ ესე ვთქვათ აქტუალური საკითხი არის და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ გადაშენების პირას მყოფი სახეობების შესახებ სახელმწიფოს კონდეს ერთის მხრივ განახლებული ინფორმაცია, მეთოდოლოგია ამ ინფორმაციის მოგროვების და ამავდროულად რა თქმა უნდა სისტემატიზირებული იყოს პროცესი სრულად სამინისტროს სისტემის შიგნით და სწორედ აი ამ საკითხებს შეეხებოდა ასე ვთქვათ წარმოდგენილი რეკომენდაციები და ჩვენი მხრიდან გაზიარებული გახლავთ წარმოდგენილი სამივე რეკომენდაცია ჩვენ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ აუდიტის სამსახურთან რომ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა გაწერილიყო, როგორც იქნა ასევე აღნიშნული პრეზენტაციისას და ესე ვთქვათ რეკომენდაციების შესრულების ვადები უმეტესწილად მოიცავს 2026-2027 წლების პერიოდს, სადაც დეტალურად არის ჩაშლილი როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატის აგრეთვე სამინისტრო სისტემაში შემავალი უწყებების უფრო კონკრეტულად დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფლებამოვალეობები და რა თქმა უნდა საბოლოო მიზანი ამ რეკომენდაციის შესრულების გახლავთ ერთის მხრივ რომ ჩვენ გქონდეს წითელი ნუსხის სახეობების განახლებისთვის ასე ვთქვათ ახალი პროცესი სადაც მთავარი როლი და ფუნქცია ამ მიმართულებით ექნება გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა მონაცემთა შეგროვების ერთიანი სისტემატიზირებული პროცესი დაინერგოს სამინისტროს შიგნით რაც თავის მხრივ აი ამ სახეობათა განახლების პროცესს შეუწყობს ხელს ანუ აი ამ ორი მიმართულებით გვექნება მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივებიც ბუნებრივია, იმიტომ რომ ის კანონმდებლობა, რომელიც ამ საკითხებს არეგულირებს, მოძველებული გახლავთ 96-97 წლებში არის თავის დროზე მიღებული და შემდგომ რამოდენიმეჯერ გადაიხედა, თუმცა არა ფუნდამენტურად და რა თქმა უნდა ეს საკითხებიც არის ასახული იმ სამოქმედო გეგმაში, რომელიც ჩვენის მხრიდან, როგორც იქნა აღნიშნული ფაქტობრივად უკვე შეთანხმებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და ბუნებრივია იმ ვადებში მაქსიმალურად ვიქნებით ორიენტირებული, რომ შევასრულოთ თითოეული მათგანი. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობთ, შეკითხვა ხომ არ არის? კარგი, როგორც მოვისმინეთ, სამივე რეკომენდაციას ეთანხმებიან და 26-27 წლის გეგმაში იქნება შესრულებული. კარგით, დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისათვის, ამით საკითხი ამოწურულია.